პუტინი კარგავს იმედს მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ შეცვალა თავისი ნაბიჯები და რუსეთში მძიმე კრიზისი გამოიწვია იმდენად, რომ 1989 წლის პუტინის საკუთარი პროგნოზი ზუსტად გამართლდა. იცი რას გეტყვი? ის რომ ჩვენი ყველა უბედურების წყაროდ მუდმივად გარესამყაროს ვასახელებთ არასწორია. ეს არსებითად არასწორია. ჩვენი ყველა პრობლემა ჩვენშია. ყველაფერი ჩვენი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის შედეგია. ჩვენი ყველა პრობლემა ჩვენი შექმნილია. შეხედეთ ჩვენს ეკონომიკას, ეს სუფთა სიღარიბეა. შეხედეთ ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს, ყველგან უფსკრულია. იმ დროს ეს დიაგნოზივი ჟღერდა, დღეს კი ეს 27 წლიანი მმართველობის შედეგს გავს. ეს ფრაზა ისევ გავრცელდა, როცა რუსეთის ბიუჯეტში უფრო დიდი დეფიციტი გაჩნდა. კომპანიებმა 2022 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი ბიზნეს გარემო ნახეს და უკრაინული თავდასხმები გაიზარდა, რამაც ნავთობის შემოსავლებზე ზეწოლა გააძლიერა. ზელენსკიმ ნაწილობრივ უკან დაიხია მიხაილ ფედოროვის გათავისუფლების შემდეგ. მან ყოფილი მინისტრი თავის გუნდში დატოვა და შეაჩერა შეცვლა, რამაც სამხედროებში პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია. ამავე დროს უკრაინამ დაარტყა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემებს, გამოიყენა შეიარაღებული რობოტები და დრონები, რათა ერთობლივად ემოქმედათ ფრონტზე. და წინ წაიწია გაზის შეთანხმებაში შეერთებულ შტატებთან, რათა კიდევ უფრო შეემცირებინა მოსკოვზე დამოკიდებულება. პუტინმა პირობა დადო, რომ აღადგენს ძლიერ რუსეთს. ახლა ის აწყდება შენელებულ ეკონომიკას, ომის ხარჯების ზრდას, მაშინ როცა მოსკოვი კრიტიკაზე პასუხობს სიჩუმით და კონფორმიზმით. ზელენსკი მიხაილ ფედოროვი თავდაცვის სამინისტროდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ გაათავისუფლა და კრიზისი გამოიწვია, რომელიც შეიძლება მოსკოვის სასარგებლოდ შემოbrunდეს. ფედოროვი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დრონების მოდერნიზაციასთან, სამხედრო ციფრულიზაციასთან და თავდაცვის შესყიდვებში ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებამ კიევში და სხვა ქალაქებში პროტესტი გამოიწვია, პარლამენტში წინააღმდეგობა გააჩინა და იმ სფეროს შეეხო, რომელიც რუსეთს ზარალს აყენებდა. 1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. პრეზიდენტის ოფისის წინ იმ დროს, როცა იგორ კლიმენკოს სახელს საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნვისთვის, ზელენსკიმ ტონი შეცვალა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთიანობა სურდა, აღიარა თავისი პასუხისმგებლობა კრიზისზე და აღნიშნა, რომ ფიოდოროვი კვლავ დარჩებოდა გუნდში, თუმცა მისი როლი ჯერ კიდევ განსაზღვრული არ იყო. ფიოდოროვმა იმ მომენტში უარი თქვა მრჩევლის პოზიციაზე, მაგრამ მისი წასვლა უკვე აღარ მიხვებოდა მთავრობის მიერ დაგეგმილ მარტივ გზას. შეცვლა შეჩერდა და ზეწოლა გაიზარდა. ზელენსკიმ ფიოდოროვს სამინისტრო არ დაუბრუნა, თუმცა მან გადაწყვეტილების გადახედვა მოუწია მანამ სანამ კრიზისი თავდაცვას შეეხებოდა. სწორედ აქ შეცვალა მან ნაბიჯების მინდევრობა. წინ წავიდა, წინააღმდეგობას წააწყდა და ნაწილობრივ უკან დაიხია. პრეზიდენტის ფიგურა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შერჩეული ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ომის დროს. ეს სრულიად გულწრფელად ვამბობ. მართლა მსურს ერთიანობა. მხარეებმა ეს ვერ იპოვეს. და ეს პრობლემა მხოლოდ მხარეების და ჩემი არ არის. ანუ მე ჩემს პასუხისმგებლობას არ ვიშორებ. როგორც გითხარით, მე სიმპათიის მხარეებს, ვიცი მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ძალიან მსურს რომ ისინი გააძლიერონ უკრაინა. მაგრამ რაც არის ის არის. და ასეთ სიტუაციაში თქვენ გავთ ერთი გზა. ან ერთი მხარე, ან მეორე. რადგან ჩემს გარეშე ისინი ერთად არ დასხვდებიან. საჰაერო ძალების ვიცე-კომანდარმა პაულო იელიზაროვმა ასევე წარადგინა გადადგომის განცხადება და აღნიშნა, რომ ფიოდოროვის მოხსნა აზიანებს უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს. ზელენსკიმ გააცნობიერა, რომ მხოლოდ საპარლამენტო დაპირისპირებას არ ეჯახებოდა. ტექნიკოსებსა და კომანდირებს ეშინოდათ, რომ ინოვაციების ის ტემპი დაკარგავდათ, რომელსაც ჯარის რაოდენობრივ სხვაობას უნაზღაურებდნენ. პუტინი აკვირდებოდა დაყოფას, რომელიც თითქოს მზად იყო კიევის დასასუსტებლად. მაგრამ ამ ზეწოლამ გამოიწვია გამოსწორება და არა სიჩუმე. ეს კონტრასტი ასევე გამოჩნდა ქუჩის ვიდეოში, რომელიც გამოაქვეყნა Next-ამ, სადაც რუსებს კითხეს მთავრობის კრიტიკის შესახებ ომის დროს. ზოგიერთმა უპასუხა, რომ უკეთესია აიტანო, მიიღო და ენდო მათ ვინც მართავს. ერთმა ახალგაზრდა ქალმა თქვა, რომ საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ ურჩევნია უმრავლესობას გაჰყვეს. მაგრამ ეს აჩვენებს გარემოს, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვა რისკად იქცა.
მართლა გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი, რაზეც ჩვენთან ანკორიჩი შეთანხმდნენ, შესრულდება და ამის შემდეგ მას მოუნდება პუტინს დაუკავშირდეს, რომ ყველაფერი თავიდან განიხილოს. იმისთვის, რომ ბოლო სიტყვა პუტინს დარჩენოდა. და ჩვენთვის ბოლო სიტყვა სწორედ იმაზეა, რამდენად ძალაშია ეს ყველა სტამბოლის შეთანხმება. მართლა იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ეს სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ომშია. საჭიროა ეს გავიგოთ და ვიცოდეთ, რომ ეს ომია. საჭიროა მოთმინება, გაგება და მცდელობა. ვენდოთ ხელისუფლებას. შეიძლება თუ არა მთავრობის კრიტიკა ომის დროს? აცი კი ვიცი როგორ უპასუხო ამ კითხვას. მგონი არა. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის კრიტიკა პრინციპში რაღაც მხრივ არასწორია. ალბათ. უბრალოდ არ არის საჭირო ყვირილი. საჭიროა ამის გამოკვეთა. კარგი, შეიძლება შენს საკუთარ აზრი გქონდეს. მაგრამ ვფიქრობ უკეთესია მოусმინო. ალბათ უმრავლესობას. შეგიძლია უბრალოდ დასვა კითხვები, სადაც საჭიროა. შეიძლება უკეთესია შენი აზრი, შენთვის შეინახო. ეს სიჩუმე კრემლს უშლის ხელს გამოასწოროს ის შეცდომები, რომელთა შესახებაც პუტინი ამბობდა, რომ ამხელდა 1989 წელს. ეკონომიკამ დაიწყო ისეთი მაჩვენებლების გამამოჩენა, რომლებიც იმ სიტყვებს კიდევ უფრო მძიმე ხდის. მთავრობამ აღიარა, რომ 2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტი სავარაუდოდ პროგნოზს ტრილიონ რუბლზე მეტად გადააჭარბებს. პირველ ნახევარწელიწადში დეფიციტმა 5.73 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც დაახლოებით 1.7 მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მოსალოდნელი ზრდა მხოლოდ 0.4%-მდე შემცირდა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კიდევ ერთი უკუსლა დააფიქსირა. ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ივლისში 3.6-მდე დაეცა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა. კრემლმა განაცხადა, რომ სირთულეები კრიტიკული არ არის, მაგრამ ეს პასუხი იმავე დღეს გაჟღერდა, როცა მონაცემებმა აჩვენა ზრდის შენელება, ინფლაციის ზეწოლა და სტაგნაციის რისკი. პუტინი აკონტროლებს ოფიციალურ გზავნილს, რასაც ის ვერ აკონტროლებს, ეს არის ომის ღირებულება ეკონომიკაში, რომელიც სულ უფრო მეტად დამოკიდებულია სახელმწიფოზე. უკრაინამ გაზარდა ეს ზეწოლა, როდესაც დაარტყა გემებს ლუის პირველი და ბანდა შავ ზღვაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოპერაცია ჩატარდა საზღვაო ძალებთან ერთად და გამოყენებული იქნა საზღვაო დრონები. ეს ხომალდები მიჩნეული იყო როგორც ფარული ფლოტის ნაწილი, რომელიც გამოიყენებოდა რუსული ნავთობის გადასატანად და სანქციების ასაცილებლად. ლუის პირველმა სავარაუდოდ 2026 წელს დაახლოებით 3 მილიონი ტონა ურალის ნავთობი გადაიტანა და არაერთხელ გამორთო იდენტიფიკაციის სისტემა. რუსული თვითმფრინავები ცდილობდნენ მიახლოების აღკვეთას, მაგრამ დრონებმა მიზნებს მიაღწიეს. თითოეული დაზიანებული ხომალდი აძვირებს ოპერაციას და საფრთხეს უქმნის მოსკოვისთვის ცენტრალურ შემოსავლის წყაროს. ჰულიაპოლის ფრონტზე 33-ე მოიერიშე პოლკმა კიდევ ერთი ცვლილება წარადგინა. მიწისზე და რობოტები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ ბრაუნინგ M2-ის ტყვიამფრქვევებით, გამოიყენეს დარტმის დრონებთან ერთად რუსული დანაყოფის წინააღმდეგ. იდეა იყო, რომ მანქანები განეთავსებინათ მაღალი რისკის ზონებში და ჯარისკაცები დაეცვათ. რუსეთმა კი რაოდენობაზე, არტილერიასა და გამოფიტვაზე გააკეთა აქცენტი. უკრაინამ უპასუხა უფრო მცირე და დაკავშირებული სისტემებით, რომლებიც შეძლებდნენ მეთვალყურეობას, შეტევას და მასალის გადაზიდვას. ზეწოლა ენერგიაზეც გავრცელდა. Argent LNG-მ და უკრაინის სახელმწიფო კომპანიამ ნაფტოგაზმა 2026 წლის 15 ივლისს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რათა შეისწავლონ აშშ-დან თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდება. პროექტი მოიცავს ლუიზიანაში დაგეგმილ პორტ ფუშონის ტერმინალს, რომლის დაგეგმილი სიმძლავრე წელიწადში 25 მილიონ ტონას შეადგენს. გაზი შეიძლება მიეწოდოს ევროპულ ტერმინალებს და შემდეგ უკრაინის ქსელით მიეწოდოს როგორც უკრაინას, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებს. შეთანხმება ჯერ კიდევ დაგეგმვის ეტაპზეა, მაგრამ ის ქმნის გრძელვადიან კავშირს და ამცირებს მოსკოვის გავლენას მომარაგებაზე. ვლადიმერ პუტინმა წლების განმავლობაში ნავთობი და გაზი გავლენის ინსტრუმენტებად გამოიყენა. ეხლა, როდესაც კიევი ცდილობს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოება აშშ-სა და ევროპულ ბაზრებს დაუკავშიროს, სწორედ მაშინ, როცა რუსეთში რაფინერიებსა და გემებზე თავდასხმები სირთულეებს ქმნის, ეს მხოლოდ ვაჭრობა არ არის. გრძელვადიანი კონტრაქტები რუსი მომწოდებლებისგან კლიენტებს ართმევს, კრემლის შემოსავალს ანცირებს და ზანთრის პოლიტიკურ ზეწოლად გამოყენებას ართულებს. ზელენსკიმ ასევე მიიღო კიევ-სტარმერი კიევში და მონაწილეობა მიიღო უკრაინელი მებრძოლების პატივსაცემ ცერემონიაში, რომლებიც ერის დაცვაში დაიღუპნენ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერის გაგრძელება და გამოაცხადა ახალი რესურსები გრიპენის გამანადგურებლებთან დაკავშირებით. ვიზიტმა აჩვენა, რომ პოლიტიკური არეულობა ლონდონთან კავშირს არ გაუწყვეტია. სანამ ვლადიმერ პუტინი ცდილობს გაყიდოს იდეა, რომ უკრაინა მიტოვებული იქნება, კიევი ინარჩუნებს მოკავშირეებს დედაქალაქში, აფორმებს თავდაცვის შეთანხმებებს და აფართოებს ენერგეტიკულ კავშირს შეერთებულ შტატებთან, სწორედ აქ ჩნდება 1990 წლის ვლადიმერ პუტინი, როგორც ყველაზე მკაცრი მოწმე 2026 წლის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. ის ამბობდა, რომ რუსული პრობლემები თავად რუსეთში წარმოიქმნებოდა. დღეს კი დეფიციტი იზრდება კრემლის მიერ არჩეული ომის გამო. საერთაშორისო ურთიერთობები დაინგრა შეჭრის შედეგად. ნავთობი უნდა გადაადგილდეს ჩრდილოვანი ფლოტით და მოსახლეობა იძულებულია უპირობოდ მიიღოს ხელისუფლება. დრონები კვლავ უტევენ რუსულ ნავთობს. რობოტები შედიან ბრძოლის ველზე. ახალი კონტრაქტები ამცირებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და კრემლის ბიუჯეტს აღარ რჩება სივრცე, რომ დამალოს ხარჯები. 1999 წლის ფრაზა არ დაძველებულა. მას უბრალოდ დაემატა პასუხისმგებლის სახელი. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმპიქსის გასაღების მეშვეობით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც ორიენტირებულია თქვენთვის სიმართლის მიწოდებაზე. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.